გიფიქრია, ოდესმე რა ხდება ორგანიზმში, ოდესაც ღამით გვიანჭა და შემდგომ მალევე იძინებ. Განსაკუთრებით ეს მათ ეხებათ, ვისაც ეუბნებიან, რომ წვანში კლების დროს თავარია კალორიებში ჩდებოდნენ და თუნდაც ღამის პირველ საათზე ჭამონ. თუ ვარჯიშობთ და განსაკუთრებით წვენის კლებაა თქვენი მიზანი, თქვენივე ინტერესებშია, რომ გაინტერესებდეთ რა ხდება ორგანიზმში. ძილის დროს ჩვენი ორგანიზმი უნდა გადავიდეს აღდგენის რეჟიმში და ასევე უნდა დაიწყოს ცხიმის წვას, რასაც ძირითადად მართავს ზრდის ჰორმონი, ანუ HGH. ძილის ფაზაში მალევე აქტიურდება და პიკს აღწევს ზრდის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც გვეხმარება კუნთური მასის აღდგენაში, ასევე ხელს უწყობს მკვეთრად ლიპოლიზის პროცესს, ანუ ცხიმის წვის პროცესს. როდესაც ჩვენ ღამით ვჭამთ, განსაკუთრებით თუ ეს საკვები არის ნახშირ წყლებით სავსე ან ბევრი ცილის შემცველი, სისხლში ამ დროს მკვეთრად იმატებს ინსულინის რაოდენობა. ბიოლოგიურად ინსულინის გამოყოფა აფერხებს ზრდის ჰორმონის სტიმულაციას და მის ფუნქციონირებას. ასევე ღამის საათებში დაახლოებით 12-დან 3 საათამდე პიკს აღწევს მელატონინის გამომუშავება. ახლა რა შვება ეს მელატონინი? ანუ მელატონინის სიგნალს აძლევს პანკრეას, რომ შეამციროს ინსულინის გამოყოფა. ანუ ხვდებით რამხელა უთანხმოებაში მოდის ორგანიზმის რეაქციები ერთმანეთთან. ანუ ლოგიკას რომ მივყვეთ, მელატონის ამ რძილის ჰორმონს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყოს და თავის საქმე გააკეთოს, უწევს რომ შეაფერხოს პანკრეასის ფუნქციონირება და შეამციროს ინსულინის გამოყოფა. მაგრამ ჩვენ მაინც ვჭამთ საღამოს, ამიტომ ასე ვთქვათ, პანკრეასი მოუმზადებელია ამ დროს ორგანიზმს უჭირს გლუკოზის სისხლიდან უჯრედში გაატანა. სისხლში შაქარი საკმაოდ დიდხანს რჩება ორგანიზმში, რაც ავითარებს ასე ვთქვათ, დროებით ინსულინ რეზისტენტობას და ეს სისხლში დარჩენილი მაღალი გლუკოზა ძალიან მარტივად კონვერტირდება, ანუ გარდაიქმნება ცხიმად. ზოგადად გულისცემა ძილის პროცესში შენელებულია. თუმცა, ვინაიდან საჭმლის მომნელებელი სისტემას საჭმლის გადამუშავებისთვის სჭირდება საკმაოდ ბევრი სისხლი, გულს უწევს ღამის განმავლობაში ძლიერად მუშაობა, რომ საჭირო რაოდენობის სისხლი მიაწოდოს საჭმლის მომნელებელი სისტემას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დილით გაიღვიძებთ დაღლილები, შეიძლება თავის ტკივილიც იყოს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეგიშლით ვარჯიშის პერფორმანსშიც და ზემოხსენებულ ცხიმიწვასა და კუნთური მასის განვითარებაში. როდესაც გეუბნები რომ თავარია კალორიებში ჩდებოდე და თუ გინდა ღამით ჭამე, ღამით ორგანიზმს ჭირდება დასვენება. ნორმალურ ჯანმრთელ ორგანიზმში არ უნდა მოხდეს საღამოს მაღალი დონით ინსულინის სტიმულაცია. საერთოდ პანკრეასმა უნდა დაისვენოს ღამის განმავლობაში. ინსულინის გამომუშავება ღამით ჭამის დროს ძალიან თითქმის თლიან სისტემას ანგრევს ორგანიზმში. შეიძლება ძალიან ბევრი შრომა მოხდეს დღის განმავლობაში, მაგრამ არასწორი მიდგომით ჭამასთან დაკავშირებით საერთოდ წყალში ჩაიყაროს თქვენი შრომა.